ხორეგზე არ არის ჯერ. ხორეგზე. მოგესალმებით დემეტრე მათე არალეგიტიმური პოდკასტი მესამე ეპიზოდი. და დღეს გვაქვს რამდენიმე თემა თქვენთან სასაუბროთ. მათე შენა მაქვს კითხვა. შენი აზრით ბიზნეს თუ აქვს წაკითხული ბიბლია? ფიქრობ არა. ფიქრობ რა დარწმუნებული ვარ რომ არა. ხო. რო კონდეს წაკითხული, მეც გეთანხმები მაგაში, იმიტომ რომ კონდეს წაკითხული ექნება რაღაც ერთი საინტერესო მომენტი ამოკითხული ამ კარგი წიგნიდან. მოკლედ იქ არის ერთი რაღაც. ნაბუქოდონოსორის სიზმარი. და რა ხდება, ესე იგი მაგ სიზმარში რა. ნაბუქოდონოსორი ეგეთ ლევამოსილი ბაბილონის მეფე, რომელიც ნახავს რაღაც სიზმარს, იღვიძებს დილას ცუთხასიაძე და სვამს კითხვას, რომ მოიწვევს ამ ბრძენებს ბაბილონიდან და აბაო რა და მესიზმრაო მითხარითო და მე ამიხსენითო რას ნიშნავს. ამათმა უთხრას ახლა როგორ გამოიცნოთ ახლა შენ რა დაგესიზმრაო და დავაჭრა ყველას თავები. ერთი წინასწარმეტყველი აღმოჩნდა ჭკვიანი, რომელმაც უთხრა რომ გამოიცნობდი ალბათ მის ეროვნებას. რომელმაც უთხრა რომ დრომომეც საფიქრავათო რა, დავფიქრდები და გეტყვიო. წავიდა ილოცა და ღმერთმა გაიგონა მისი ლოცვა და მოუყვა ნაბუქოდონოსორის სიზმარი და მივიდა მეორე დღეს ნაბუქოდონოსორთან ეს წინასწარმეტყველი და მოუყვა. შენო სიზმარში ნახეო კერპიო, რომელიც იყო აღმართულიო, გიგანტური კერპი იყო, თავი ქონდა ოქროსიო, მკერდი და მხრებიო, ვერცხლისო, მერე დაბლა იყო სპილენძისო, მერე რკინის ფეხები ქონდაო და ტერფები იყო რკინისგან და თიხისგან გაკეთებული. მთიდან დაეშვაო ქვაო, ეს ტერფები გატეხაო და ეს მთლიანი კერპი დაეცა და მტვრად იქცაო. ვახო. ეს კაცს გამოშტერთ და აუხსნა მე ამ წინასწარმეტყველებმა რას ნიშნავს ეს სიზმარი. ოქროს თავიო შენი მართლობაო, შენი მთავრობაო. მერე შემდეგი მთავრობები მოდის. და ბოლოს ტერფები თიხა და რკინას ვერ შეურევ რა, ხელოვნურად არის ადამიანების მიერ შერეულიო რა, ამ მთავრობების შედეგი არისო. და ამიტომ ვერ დაიჭერს სიმრთელესო და ამიტომ ღმერთმა გამოგზავნაო თავისი სამეფო, რომელიც ანადგურებს ამ თიხის ფეხებს და მთლიანი კერპი ეცემა და მტვრად იქცევაო. და ამით ღმერთმა შენ სიზმარში გაჩვენაო, რა მოხდება შენს მერეო. ეს რო კონდეს ბიზნეს წაკითხული, ხო სხვანაირად გადაიაზრებდა რაღაც სიტუაციებს ალბათ ეცოდინებოდა. ალბათ ცოტა ფილოსოფიურად უყვარს ფილოსოფია, გასაგებია რომ ნიცშეს მიწასთან ასწორებს, მაგრამ მაინც ჩემი აზრით რომ იცოდეს უბრალოდ რა თემა არის და უბრალოდ ეს ამბავი რომ იცოდეს, ცოტა სხვანაირად ჩაუფიქრდება მის მოღვაწეობასა და ცხოვრებას მათე. მე ეგრე ვფიქრობ. ხო, მაგრამ რა ეხა ასეთი კითხვა დამებადა. რას ფიქრობ? რა აქვს წაკითხული? საიდანაც გამოაქვს ეს დასკვნები? და რა პოლიტიკურ ნაბიჯებსაც ადგმევინებს ჩვენს ახლანდელ მთავრობას. ანუ ეს ხო ისმის კითხვა თქვა, რა აქვს წაკითხული ისეთი, რითიც ხელმძღვანელობს. თუ გინდ ჩვენი პოლიტიკოსები, თუ გინდ ბიძინა ივანიშვილი. ბიჭო, ალბათ კგბ სახელმძღვანელო. საერთოდ ძალიან გულდას მითავ წაკითხული. და სქელი წიგნია, მაგრამ აი მთლიანი რივიუ აქვს გაკეთებული. მე მგონია რომ ძალიან მაგარი სტრატეგია აქვთ. ეს აღმაშენებელი აქციები. მაგარი სტრატეგია, ეგეთი რაღაც დიქტატურების ახლა ისტორიას რო გადავხედოთ რა, ტირანიებს და იმას რა. აი ძალიან მაგარი მეთოდი აქვს რა. აი ორთქლის გამოშვების ისა რა ქვია, პოლიტიკა რაც აქამდე ქონდა რა, ახლა ძალიან უმაღლეს დონეზე აქვს აყვანილი უკვე რა. ეს ორთქლს უშვებს რა, რუსთაველი გადაკეთეთ, კაცო, რა პრობლემა, ყოველდღე გადაკეთეთ თუ გეუბნებიან და ყოველდღე არის გადაკეტილი რუსთაველი, სახში ვერ მიდივართ ესე. გადაკეტილია ყოველდღე რუსთაველი და ეს ორთქლი ნელ-ნელ ამოდის უკვე. ანუ даже ისიც არ ხდება რომ რაღაც დაგროვდეს და მერე გამოუშვა ორთქლი, ეგეც არ ხდება უკვე. სულ არის აშვებული ორთქლი და ორთქლი ამოდის და ხალხი მწარდება, მაგრამ ეს ორთქლი ამოდის გარეთ. და არაფერი არ იცვლება ამიტომ მე ძალიან მაგარი ისაა. მაგიტო არ იცვლება ყველაფერი. კი, ანუ მაგაში გეთანხმები და რატო შვებიან ამას? ანუ შენი აზრით რატო გადაწყვიტეს რომ ეს ორთქლის ყოველ
ღიური თქვა ამოშვება მათ მისცემს რაღაცნაირ შვებას და რაღაცნაირად არა აქვს საკითხური ნაბუქოდონოსორის სიზმარი და იმიტომ ბაბილონის შესახებ არიციან ჩემი აზრით ხო ჯერ რომ აქედან დავიწყოთ კი ბაბილონზე მე წინაზე რა კითხვა დავსვი ანუ რამოდენიმე გადაცემის წინ დავსვი ის კითხვა რომ deep state-ი თუ იციან ხო ხო ანუ deep state-ის წერა თარგმანი ხო თარგმანი წერა და თარგმანი რა იციან? არაფერი არ გაჩერდება. ხო და აქედან გამომდინარე, ეხა იმაზე ფსონის დადება, რომ ბაბილონის შესახებ იციან, ჩემი აზრით ცოტა რაღაცა ოცნება არის. აი, ხედავ რაზე გამომახვილე ყურახე. და რაზე და ნახე ნაბუქოდონოსორის სიზმარში არის ძალიან საინტერესო, აი ბოლო მომენტი რა, მთა გადაიქცა უდიდეს ლოდად. დაამსხვრევს ამ კერპს. და ამ კერპის ადგილას დადგება როგორც მთა და უფლის სამთავრო. და უფლის სამთავრო რეალურად ახლა არის ხალხის ხმა. აუცილებლად მოვა ის პერიოდი იმ ნაბუქოდონოსორის სიზმარში თუ არის საუბარი იმაზე რომ თაობები შეიცვლება და ახალი მთავრობები მოვა ბიზნეს შემთხვევაში ეს ყველაფერი აი ამ პერიოდში დამთავრდა 2012 წლიდან დღემდე უკვე ძალიან ბევრჯერ შეიცვალა და უკვე ჩასულები ვარ თიხის ფეხებამდე თიხის ტერფებამდე ვარ ჩასულები და აი თიხის ტერფები განადგურდება მალე ხალხი განადგურებს ამ თიხის ტერფებს და მერე ამის ადგილას რა აშენდება ეგ უკვე ბიზნესმა არიცის როგორც გაიგებს იმიტომ რომ აქ აღარ იქნება მეც მას ვფიქრობ, რომ ვერც გაიგებს. იმედია რომ ვერც გაიგებს. დემე. აიღო? დემე. აიღო? ხალხი რა გიჭირავს? ხალხი რა გიჭირავს? დემე. ერთი წამი. გაჩერდი, ერთი წამი თუ შეიძლება, მოდიში. აი კამერა რაღაცნაირად მიუზუმოთ, რომ ძალიან ცუდად ათამაშებ, დემე. პროკურატურას თხოვ იდენტიფიცირება მოხდეს ამ ადამიანის რომ დემეტრე გვეფაძეა და იმედს და პოსტივს თხოვ რომ გადაიღოს შეხედე რა უჭირავს ხელში აი მონტაჟ თხოვ ახლა ეს გადააქციოს ხმალად გთხოვთ აი ხმალია ეს რა არის იმედი და პოსტივისთვის აი ჩემი აზრით მასალა ერთი დღის სამბარცხვინო ეგ კატასტროფა აი არ გამიგია არსად რომ აი დაშ პროკურატორის ბრალდებაში ანუ რის გამოც დაიჭირეს არ წერია ეგ რომ დანა ქონდა წერია ის რომ ვინ არის პანჩური რომ ამოარტყა ვიღაც იმას რობოკოპს იმისთვის რომ თავი დაეცვა ისევ ეგ წერია პროკურატურის საბრალდებოში და პოსტივიმ და იმედმა გაავრცელეს ვიდეო სადაც იყო ჩამონტაჟებული დანა აი უყურე ნახე ვიდეო ანუ თა რომ დააკვირდე როგორ ნახე ვიდეო გთხოვ ანუ ეგ მაინტერესებს ნახე ვიდეო კი ნახე რა თქმა უნდა აი პროსტა რაც სუდათაა გაკეთებული ეგ ვიდეო ეგ სპეციალურადაა მათი ხარისხს უდაბლებენ სპეციალურად რომ ხარისხს ჰქონდეს დაბალი რომ მაღალი გარჩევადობა ჰქონდეს და ერთი რაღაც ჭკუიალასაგანი ჩაამადე აქ და მორჩა всё დანა და всё უკვე ისა ბრალდება არის დანა აი დანა აი აქ არის დანა მონტაჟი ჩაამატებს ახლა დანას ხელი ცარიელია მონტაჟი ამატებს დანას ახლა დანა მონტაჟს გაურთულეს იმედიც და პოსტივიც ხედავს რომ დანაა სავარაუდოდ ხო კი აუცილებლად შეიძლება YouTube-მა დაგუბანოს ამის გამო სამარცხვინო იყო რაც ამ ტელეარხებმა იკადრეს ჩემი აზრით იმიტომ რომ ბევრი ადამიანი ალბათ ვერს გაარჩევდა იმიტომ რომ რაღაცნაირად ინფორმაციას რომელსაც აწვდი პირდაპირ იღებს აი კოვზით ჭამს შენ ფრაზას გამოვიყენე კოვზით ჭამს რა პირდაპირ პროპაგანდას კოვზით ჭამს და ამას დაიჯერებს და ვიღაცასთან დიალოგი როდესაც გექნება დისკუსია თუ დებატები ამას გეტყვის რა ხედავ ამან დანა გამოიყენა და მე ვგიჟდები კომენტარებს ანუ და ვიცი რომ ახლა ძალიან ბევრი ტროლბოტია მან და ნუ არ შემიძლია ეს პოლემიკაში შესვლა იმიტომ რომ ძალიან არაადეკვატურები არიან ეს ტროლბოტები მათთან არცხებს ბიჭო ტროლბოტებს მოუწოდებ რომ calm down და თქვენთან ჩვენ არ შემოვათ არასდროს კაუჩ გადმოდიან მე შენს პროფილზე რაღაც ფოტოებს გითვალიერებენ და მე იქვე გიტვირთავენ ან იწყებენ გინებას ეგარევე არაადეკვატურ გინებას იწყებენ რომ უბრალოდ გახვიდე რა ვიღაც ქალი გამეჩითა ქალი აი სურათებში რო გადავედი იყო ქალი რაღაც ბებია ქალი იყო რომელთანაც რაღაც ნუ
რეფლიებში გაუშვი რაღაც სხვა კომენტარები და არ ვეთანხმებოდით ერთმანეთს და მე დამწყო გინება. ახლა დავდექი დილემის წინაშე ბიჭო, ვაგინო მეც ბებიაქალია რა გავაკეთო. აშკარად რობოტები იყო, ხო? ხო და მაგას ვამბობ რა. და ანუ ამ კომენტარებს რო ვაკვირდები, ხო? ანუ არა ადეკვატ, ეგრეც უნდა მომხდარიყო, ღირსია. ეგ ხო ნორმალური არ არის ხალხო, ანუ ელემენტარული, აი, უბრალოდ თვალის დაკვირვებაა საჭირო, უბრალოდ რომ დაინახო რომ ეს ყველაფერი არის ჩამონტაჟებული. და ტიპები ბრალს უყენებენ არარსებული რაღაცის გამო. დაჟე ბრალსაც არ უყენებენ. ტელევიზიები ავრცელებენ დეზინფორმაციას. ამის გამო ვინ მოთხოვს ამ ტელევიზიებს პასუხს? ვერავინ. როგორ მოთხოვ პასუხს ამ ტელევიზიებს მაგას? ვერავინ, ანუ უდანაშაულობის პრეზუმპცია აღარ არსებობს ამ ქვეყანაში. კოვახიძე გამოდის პირდაპირ ბრალდებას წაუყენებს, მერე უცებ პროკურატურა იწყებს გამოძიებას, სასამართლოში გადაესახმეს, სასამართლო მიუჯის იმას, რამდენსაც შეუკვეთავენ ზემოდან და ანუ როდემდე ვაპირებთ ამას ცხოვრებას? ანუ მაინც თქვენი შვილი უნდა იყოს, ან თქვენი ოჯახის წევრი უნდა იყოს, ან თქვენი მეგობარი უნდა იყოს იმისთვის, რომ რეაგირება მოახდინოთ? ეს ხო ცილისწამება. როგორ შეიძლება საერთოდ ეგეთი ცილისწამება ადამიანზე რომ ახორციელოს ტელევიზიამ და ეს ყველაფერი შეერჩეს, ეს ყველაფერი ნორმალური იყოს. ეხლა წარმოიდგინე რამდენი ადამიანი, მოდი ასე ვთქვათ, ვაღიაროთ, რომ ძალიან ბევრი არხი, მით უმეტეს რეგიონებში, რომლებსაც აქვს კიდევ ერთი რაღაცა უნდა ვახსენო, რომ რეგიონებს ხშირ შემთხვევაში ყველა ტელევიზიასთან წვდომა არ აქვს. აქვს მხოლოდ იმ ტელევიზიასთან წვდომა პოსტივიც. იმედზე რომ უყურებ სიუჟეტებს, ეგ სიუჟეტი არა, ეგ ჟურნალისტიკა რა, ეგ არის ფილმის ტრეილერი. თავისი მუსიკით, თავის გამოგონილი სიუჟეტით, ფაქტების გარეშე რადიკალური ოპოზიცია უცებ ჯაფარას გამოაჩენ, რაღაც ასეთ სახე რო აქვს მონგრეული სახე რო აქვს გამოაჩენ. ბოდიში მინდა რაღაცა თქვა, რომ ჯაფარიძეს, სურა ჯაფარიძეს გარდაეცვალა დედა. და ჩვენი სოლიდარობა ვიზიარებთ ოჯახის და ყველანაირი მხარდაჭერა ჩვენგან, იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი დგება. რამდენი პატიმარის მშობელი გარდაიცვალა ამ პერიოდში, ანუ რაღაც ელემენტარულ რაღაცებზე არ ფიქრობს საზოგადოება, უბრალოდ ვიკიდებთ და უბრალოდ ვატარებთ რაღაცებს რა. და პრობლემა მაგაშია ზუსტად რომ რაღაცებს ვატარებთ, სანამ რაღაც პიკამდე არ მივალთ. მიშას დროსაც ეგრე იყო რა იდეაში რა. ვატარებდით. ნუ მე ხო ცოცხალი ვარ, მე ხო ციხეში არ ჩამსვეს, მე ხო არ წამართვეს ქონება, ვიკიდებთ და საბოლოო ჯამში მაინც იქამდე მივდივართ, რომ რაღაც უნდა მოხდეს, აფეთქება რაღაც გიგანტურ. აუ, სხვათა შორის ასამობენ, იცი? ხარებასასტავი ხო გაყარეს ახლა გედედან რა. და სავარაუდოდ მაგათ აქვთ ის ვიდეოები, რომელსაც იღებდნენ რობოკოპები, როცა შეყავდათ სამარშრუტოებში ტიპები და გაბოკამერები მაგათ აქვთ ახლა. გაბოკამერა. კი, მაგათ აქვთ და ეგ თუ გასკდა ეგ ამბავი, შეიძლება ამან რაღაც იმპულსი შექმნას, მაგრამ გასკდება კი, ნუ მე არ ვთქვი. გასკდება კი შექმნის კი იმპულს, რომ გასკდეს და იმპულსი რო არ შექმნას ამან და ხალხი რო არ გააბრაზოს, ეგ უფრო გამიცრუებს იმედებს. ანუ ბიჭო, მე კი არ ვარ რადიკალი და რაღაც რევოლუციას კი არ ვითხოვ. ან უბრალოდ მინდა ადეკვატური რეაქცია ქონდეს რაღაც პროცესებზე საზოგადოებას იმისთვის რომ შეიქმნას ჩანსაღი საზოგადოება. მე პირიქით ვუყურებ. მე ძალიან რადიკალი ვარ და პირდაპირ გეტყვი რა დემეტრე, რომ მე პირდაპირ ფიქრობ იმას, რომ რაღაც რადიკალურ ზომებზე გადავიდეთ, იმიტომ რომ ეტაპობრივად ვატყობთ იმას, რომ ვიძირებით, ჭაობში ვართ. გძირავს ეს ჭაობი და ჩვენ თითქოს კიდე რაღაცა ადეკვატურ და კიდე რაღაცა ჰუმანურ გზებს ვეძებთ. ხო და თემა ისაა რომ ხალხის რეაქცია რო იყოს ადეკვატური, მე ადეკვატური რეაქცია თვითონ გამოიღებს შესაბამის შედეგებს. ადეკვატური რეაქცია არაა 220 დღე 230 უკვე. რა ადეკვატური რეაქცია მოიცა? რა გადიხარ აქციაზე? ბოლოს როდის იყავ? ბოლოს ვიყავი ალბათ 1-2 კვირის. გაიხსენე ბოლოს პოსტავი დანებ. ძალიან დიდი. ხო და მაგაშია თემა რომ რაღაც სასტავად იქცა რა იქ და ეგ არაა ჩემთვის ხალხის რეაქცია, ხალხის ადეკვატური რეაქცია, ჩემს სხვა რაღაცა ხალხის ადეკვატური რეაქცია იყო კობახიძის განცხადების მერე ყველა რო გამოვიდა. ეგ იყო ადეკვატური რეაქცია.
და იმ უსამართლობაზე რაც დღის მერე ხდება და იმ უსამართლობის მერე რაც ტრიალებს არ აქვს ხალხს ადეკვატური რეაქცია. უბრალოდ წყნარად ვართ ნარკოტიკებზე რა დაადანაშაულა. ახლა ნახე, თეთრი ხმა, აი ბიძინამ რა გააკეთა. და შემოიტანა. ცოტნე კობერიძე მოყვა, ამას წინ რა გუში მგონი. ფორმულას რომელიღაც არხის ეთერში იყო მოკლედ და მოყვა ეგეთი რაღაც რომ აი ნარკოტიკების ლეგალიზაციისკენ რო წავიდა თემა რა. დეკრიმინალიზაცია. ხო, აი ეგ თემები რო წავიდა გახსოვს, ბიძინა ახალმოსული იყო მაშინ რა. იმედზე მიმიწვიესო პირველად მაშინ. მივედიო და იყვნენ მუსიკოსები, იყვნენ მსახიობები, იყვნენ ვიღაცები და ყველა ყვებოდა რა კარგია რომ აი ვიღაც მოსაწევის გარეშე მუსიკას ვერ ქმნის, ვიღაც ვერ თამაშობს, ვიღაც რაღაც და აი მე ქებადიდება იყო მოსაწევისო რა რომ მომხდარიყო რაღაცნაირად ამ ყველაფრის ლეგალიზაცია ის რომ ბიზნეს უნდა და პლანტაციების გაკეთება და ამით მე ფულის კეთება. ეგ იყო თემა. ხო, ნუ ახლა კონსპირაციის თეორიებში რა ჩავიდეთ, ნუ არ გვინდა. ფაქტებზე ვილაპარაკოთ რა. ბიზნეს, ოღონდ როგორი თემა იყო რა, ანუ ვრთავდნენ ნებას, მაგრამ ბიზნეს ექნებოდა უფლება მარტო რომ გაეშენებინა ეს მოსაწევი და გაიყიდა. დავარი ბარი გაიქნებოდა, ოღონდ ლეგალურად. მაგრამ მე ჩაერთო საპატრიარქო ამბების ესა და ვერ მოხდა რა ბოლომდე რა, მაგრამ რაღაც პონჩი აღარ დაძლებდნენ მოშარდეთი აღარ დაძლებდნენ პოლიმენტები იმას. ზრები იყო ლეგალიზაციის. ხო. და საბოლოო ჯამში მივიღეთ ეს მარაზმი, რაც მივიღეთ. რომ ახლა ისევ მოტრიალდა თემა, ისევ დაძლებენ ხალხს მოშარდეთო და რაღაც ნარკოტიკების ის ბიჭო რასაკეთებენ იცი ან პროცესებიდან თიშავენ ხალხის სეგმენტებს რა, ანუ მომხმარებელი ძალიან ბევრი ადამიანია მომხმარებელი. არ შეუძლია მაგაში ანუ ხო ანუ ეგ არის ნორმალური მაგაში არაფერია თუმცა ტიპს უთქვამს ის რომ რა ვიცი მე რო არ მოვიხმარო მარიხუანა მაგალითად მოვკვდები უბრალოდ ტკივილი მომყავს ანუ ყველაფერსო თავიდანვანება თავისუფლების ინდექს ინდივიდუალური თავისუფლების ინდექს განსაზღვრავს ეგეც ხო ანუ უნდა ადამიანს მოიხმაროს მარიხუანა მოიხმარს კი და საბოლოო ჯამში ამ ყველაფერს ადამიანი მიყავს იქამდე რომ ხდებიან ვიღაცაზე დამოკიდებული, მთავრობაზე დამოკიდებული. ანუ მართვის ბერკეტი უჩნდება ზედმეტი მთავრობას. იმისთვის რომ ხალხი მართოს. მე ამ ნარკომანებს მაგალითად ვინც მეტადონის პროგრამაზე ან რაღაც ეგეზე, ამ ხალხს მე მეტადონის პროგრამა როგორ შეცვალა ეს? ხო, თლიანად თვითონ აკონტროლებენ ამ კოორდინატორებად, უბნის კოორდინატორებად გამოიყენებენ იმათ ვინც მეტადონის პროგრამაზეა. მათ შორის და დაიწყება ადამიანის მომავლით ვაჭრობა. დაგიჭერენ იმის გამო რომ მომხმარებელი ხარ, არაფრის გამო დაგიჭერენ. ისევ წავა იმის თვალის დახუჭვა რომ ნარკომანია როგორც პრობლემა არ არსებობს ქვეყანაში და როგორ არ არსებობს ეს პრობლემა. როგორ არ არსებობს ეს პრობლემა, როცა 2 თუ 3 დღის წინ რო სპეცოპერაციები ჩაატარეს ვიღაცა 14 ბარიგა თითქოს დაიჭირეს. რა თქმა უნდა, გელაძის მეთაურობით. გელაძის მეთაურობით. ხო ეს ხო ანუ ჩვეულებრივი შეფარველობა, ანუ რაღაცა შეფარული საკითხია და თემაა, რომ თითქოს 14 დაიჭირეს და რეალიზაცია ამით შეასუსტეს. თუმცა ამას საერთოდ ვერ აი გახსოვს სააკაშუმა მეტადონის სახლი რატო გახსნა? მეტადონის სახლი გახსნა იმიტომ, რომ ადამიანების აღწერა მოეხდინა. ვინ იყო ამ სიაში და ვინ დადიოდა მეტადონის პროგრამაზე და ყველაფერი რა. ამით რაღაცა საბაზისო ბაზა შექმნა. საიდანაც იცოდა უკვე რომ ხელჩასაჭირი რაღაცა ქონდა. ხო რა, ხელჩასაჭირი ქონდა რომ თუ რაღაცას მიქარავდა, ასე ჟარგონი რო ვეხმაროთ, რაღაცა ბირკეტი ქონდა იმისთვის კონტრარგუმენტი, იმისთვის რომ აი შენ ხო რა შენ ამას მოიხმარ, ამიტომ ეს გააკეთე. დაახლოებით ალბათ ეგ ხდება რა. ახლა იმედზეც რომ დაუბრუნდე და პოზიტივიზეც რა, რაც თქვით. რეალურად გამოდის ისე რომ იმედსაც და პოზიტივსაც შეუძლია ნებისმიერი ინფორმაცია დაამონტაჟონ, როგორც ჩვენ ვამონტაჟებთ ამ დღევანდელ პოდკასტს თუ გინდ, ისე დაამონტაჟონ ვიდეო და თქვენ ხო რა თქვენ რომ აი დემეტრეს ახლა ჯოინტი ეჭირა ხელში. აი 6 გრამი. გამისვე? 6 გრამი ჯოინტია აქ ხალხო. 6 გრამი ხება ახლა გირჩეც აუცილებლად უნდა ისაუბრა როდეს ხო, ახლა აქცია 13 რიცხვში. 13 რიცხვში. მგონი ვერ მოესწრება ამის დადეა, მაგრამ 13 რიცხვში არის აქცია.
მოეწრება ძალიან გაიქნება, იმიტომ რომ დავაანონსებ თან აქციას ჩვენს ფოლოვერებზეც რამდენიც იქნება და იმიტომ რომ ნარკოტიკის პრობლემა რეალურად ხალხმა თქვათ რა სიმართლე ვარდეთ რა პოპულიზმზე რა პოპულიზმზე ხო ანუ ჩვენ ეს არა ნარკოპოლიტიკა ანუ ბიძინა ნახე როგორი როჟა არის ქართული ოცნება ზოგადად თავიდან დაიწყეს რომ უი კარგიაო ვაფშე აპირებდნენ კოფიშოპების გახსნას ქვეყანაში ახლა ისევ მიუბრუნდნენ და ახლა უცებ ცუდი გახდა ნარკოტიკი და იბრძვიან ნარკოტიკებს რა ნარკომანების რაოდენობა შემცირდება ეგრე ნარკომომხმარებლები არ იქნება თუ ტელეგრამზე აღარ იქნება არხები სადაც გამოიწერენ თუ შპრიცები არ ეყრება თქვენ სადარბაზოებთან ანუ ამაზე დაფიქრე ერთი რაღაცა მინდა ვთქვა რა გიშმა თქვა მაშინ რომ ამათთვის ხო აპირებენ რომ ცალკე რაღაცა ტრანსპორტი შექმნა რაღაცა რომ აი წაიყვანენ იქ მიიყვანენ იქ უმკურნალებენ და ყველაფერს ამერიკაში იყო ასეთი რომ სუქანი ადამიანების წარმოიდგინე სუქანი ადამიანების კემპი იყო რა მიყავდათ ეს სუქანი ადამიანები ну ჭარბწონიანები ხო რა ბოდიში ჭარბწონიანები ხო ჭარბწონიანები მიყავდათ რაღაცა კემპში და თითქოს რაღაცა გადასამზადებელი პროცედურა იყო და რაღაცა დაახლოებით იგივე ხდება ჩვენთანაც რა ამ ნარკოტიკის კუთხით რომ ამ ადამიანებს რაღაცნაირად სოციუმიდან გავიყავთ ხდება ის რომ ხო რა სტიგმატიზაცია რომ ეს ადამიანები თითქოს სოციუმის ნაწილები არ არიან და რაღაცაერად უნდა მივხვდეთ რომ კი ნარკო დამოკიდებულება ძალიან ცუდია მაგას უამბობთ ჩვენც და მაგას ამბობს ყველა რომ ნარკო დამოკიდებულება საშინელება მაგრამ ხო რა თვითონ ადამიანია და თავისუფლების ინდექსი ზუსტად ეგ არის რომ თვითონ ირჩევს რა გზა აირჩიოს ირჩევს ამ გზას და რა იმის რომ მიიღონ შენიშვნები ძალიან კარგი იყო ხო და ის ადამიანი შენიშვნას იმისგან მიიღებს ვინაც გაზარდა მაგრამ ადამიანის ინდივიდუალური არჩევანია და მოდი პატივი ვუცეთ ერთმანეთს არჩევანს თუ უნდა ადამიანის ნარკომომხმარებელი თუ უნდა არ იქნება და ამას ვერ შეუზღუდავს ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ბალახი კიდე ყველაფერი გადალახოთ მცენარე რომელსაც სახში ზრდი არ შეიძლება იყოს კრიმინალი ახლა შეიძლება დაგვაბალავოთ თქვენ ეწევითო და რაღაცა და მაგიტო თითქოს იმაშვებითო აправებთო ჟარგონი გამოვიდა მაგრამ ხო თუ არო იმას ვიტყოდი რომ მოწევაზეც არა რა ადამიანები რომლებიც უბრალოდ მოიხმარენ ბალახს არ არის ეს არ უნდა იყოს ეს დასჯადი რა არ უნდა იყოს ის რომ სისხლის სამართალი არ უნდა ეხებოდეს კანაფს ხალხნო ანუ რომელიც რაღაცას გაზრდის ადამიანი გლეხი და ვარვათნეთი და ანუ სოფელში ადამიანი წარმოედგინეთ გაზრდის რაღაც მცენარეს გაახვევს მოწევს რომ დაისვენოს თოხნის მერე აი შენ რა პრობლემა იქნება ამით ერთი წამი რა გააკეთე ოპ აი მასალა იმედისთვის და პოზიტივისთვის მოკლედ ხო რა ნარკოპოლიტიკა ძალიან კატასტროფულ სიტუაციაში ვართ კიდევ ერთხელ ვიტყვი ხო ყველაფერში ვართ მაგრამ ნარკოპოლიტიკაზე ხო საერთოდ აი გამოიწერეთ და ლაიქეთ ჩვენი არხი ზარიზღილავსაც მიარტყით რომ ჩვენი პოდკასტები ხშირად შეხვდეთ ხოლმე წარმატებებს გისურვებთ შევხვდებით გირჩის და კიდევ ერთი რაღაცა უნდა ვთქვა მაპატიე დემეტრე კიდევ ერთი რაღაცა უნდა ვთქვა რომ იმ ადამიანს ვისაც თითქოს თქვენ აბრალებთ რომ დანა გონდა ხელში ეს არის სამარცხვინო საქციელი სამარცხვინოა ის რასაც იმედი და პოზიტივი აკეთებს და ალბათ ადამიანები ვინაც ნახა ეს ვიდეო და ცოტა რაციონალურად ვჟელობენ მიხვდებიან რომ ეს არის ძალიან ცუდად დამონტაჟებული ვიდეო ალბათ იმიტომ რომ მაგათი შვილი არ არის ეგეც არის კარგად ბრძანდება და მასე არ ტკივოთ მადლობა ყველას კარგად ლუი